დღეს მთელი ისრაელი სუნთქვა შეკრული და განადგურებულია. ქვეყანამ ტერორისტებისგან 4 ცხედარი მიიღო, მათ შორის ქფირის, არიელისა და შիր ბიბასების. დედა და მისი 2 პატარა შვილი ბარბაროსმა ტერორისტებმა ღაზაში მოკლეს. როგორც ამბობენ, ბავშვები ტიროდნენ და ტერორისტებს შეეშინდათ, რომ ხმაზე ცაჰალის ჯარისკაცები მათ მიაგნებდნენ და პატარები დახოცეს. ცხედრებს ამ დრომდე ტყვეობაში ინახავდნენ, დღეს კი პირველი ფაზის გაცვლის ფარგლებში ისინი ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ცხედრების წითელი ჯვრისთვის გადაცემის პროცედურა დღეს დილით ხან იუნისის გარეუბანში გაიმართა. სცენა დაიდგა, სადაც ჰამასმა მძევლების კუბოებით ცინიკური ბინძური შოუ მოაწყო. მას ესწრებოდნენ ღაზელი, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანებიც. სცენაზე დახოცინების ფოტოები იყო, მათ ზემოთ კი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სისხლისმცემელი ვამპირის ბანერი ეკიდა. ბიბასების ოჯახი კიბუც ნირ ოზიდან 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს. კადრებში ჩანს არა მხოლოდ შირისა და მისი შვილების გატაცება, არამედ ტერორისტების მიერ ბავშვების მამის, იარდენის ცემაც. იარდენისა და შირი ბიბასების წითური შვილები მძევლების გათავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოებად იქცნენ. ქფირი გაიტაცეს, როდესაც 9 თვის იყო, არიელი კი 4 წლის. ბავშვების მამა იარდენ ბიბასი ტერორისტებმა ღაზის სექტორიდან 11 თებერვალს გაათავისუფლეს, სხვა 2 ტყვესთან ერთად, შმუელ სიგანთან და ოფერ კანდერორთან ერთად, რომლებსაც ჰამასი ღაზის სექტორში 484 დღის განმავლობაში ატყუებდა. ერთი კვირის წინ იარდენის საავადმყოფოდან გაწერეს, მას ამ დრომდე სჯეროდა, რომ მისი მეუღლე და შვილები ცოცხლები იყვნენ. ბიბასების გარდა დღეს ასევე დააბრუნეს ოდედ ლიფშიცის ცხედარიც, ის ასევე გატაცებული იყო კიბუც ნირ ოზიდან, ის იყო ერთ-ერთი უხუცესი ტყვე. 82 წლის იყო, როდესაც გაიტაცეს და ტყვეობაში 84 წელი შეუსრულდა. ოდედი იყო მშვიდობის მაგალითი, მისი ცხოვრება განასახიერებდა იდეებს, რომლებისაც მას სჯეროდა. კერძოდ ეს იყო სხვების დახმარება, სამართლიანობისთვის სწრაფვა და ზიზღის უარყოფა. მან მოაწყო სამშვიდობო კონფერენციები და ავადმყოფი ბავშვები ღაზიდან ისრაელის საავადმყოფოებში ჩამოიყვანა. აგროვებდა დახმარებებს და ღაზაში მოსახლეობისთვის აგზავნიდა. ეხმარებოდა ღაზელებს. მათ კი ასე დაუფასეს, გაიტაცეს და წამებაში მოკლეს. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ მათ ოჯახებს დაუბრუნებენ და დასაფლავების ცერემონია გაიმართება. მომდევნო დღეები ისრაელისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ბნელია, შეიძლება პირდაპირ ასე ითქვას, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ.